დილამშვიდობისა საქართველო, კлау სიამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. 8 სექტემბერია კალენდარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ განვაახლეთ საეთერო სეზონი, უკვე 24 წელია მეგობრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ჩვენი შეხვედრაც იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი, იმედით სავსე და დატვირთული, იმიტომ რომ კიდე არ გინდა მაინც ცოტა რთულია დასვენებების შემდეგ დაუბრუნდე აქტიურ ცხოვრებას. მაგრამ რამენაირად ვფიქრობ გამოგვივა ეს ამბავი, მით უფრო თუ ვარსკვლავებით ზურგის ქარს დაუბერავენ, ჩათვალეთ რომ ყველაფერი იქნება ისე როგორც გვინდა. უნდა გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია, მივიღოთ როგორც მოცემულობა და დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ვის თუ არა ამ შემთხვევაში ენდობით ჩვენი ქვეყნის ნომერ 1 ასტროლოგს მიხეილ საგარელს, რომელიც კვლავაც ჩვენი მეგობარი და წამყვანია ყოველ ორშაბათს 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. რუჯით გეტყობათ რომ გადასარევად დაისვენოთ. აბა როგორ აუცილებლად შევაკარგებ, იმედია თქვენც კარგად დაისვენეთ, აღივსეთ ენერგიით, ბუნებასთან კონტაქტი გვაძლევს საშუალებას რომ რაღაცა მეტი სიახლე შევძინოთ ჩვენ ცხოვრებას, რაღაცა უფრო მეტად გავიხაროთ, მოეფეროთ ერთმანეთს და შემდგომ. ამიტომ ჩვენც ვიწყებთ ახლა ახალ სეზონს, მინდა გითხრათ რომ დათვსაც საუბრობთ, მადლობა უნდა გადავუხადე უკვე ახლა ეთერშიც მინდა. იმიტომ რომ დამპირდა რომ მე რომ მოვიდოდი სექტემბერში, დამხვდებოდა აბსოლუტურად ახალი სტუდია და აღთუანებული ვარ, მინდა გითხრათ ამ სტუდიით, იმიტომ რომ ახლა არ ვიცი, თქვენ შეიძლება შეხედოთ და მიხვდეთ რა. ძალიან მე ხა მეგონა რომ არა ვარ რადიო იმედში რომ შემოვედი, რაღაც მეგონა რაღაც სატელევიზიო სხვა სივრცეში ვარ, სადღაც იმდენად ლამაზად გემრიელად დახვეწილად არის გაკეთებული ყველაფერი, ახლა კუროს ასე ვთქვათ ეს გემოვნება შესამჩნევია, მათ შორის ყავისფერ ტონებში, შოკოლადის ტონებში ეს ყველაფერი მოწყობილი. ესაც ძალიან საინტერესოა და ერთი სიამოვნება ახლა აქედან მინდა გითხრათ თქვენთან ურთიერთობა და მადლობა, რას ქვია რადიო იმედს დათოს კონკრეტულად ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ზაფხულში აი სწორედ ეს გააკეთეს ყველაფერი ჩვენთვის იყოს ეს საშუალება რომ თქვენ უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ თავი და თქვენთან ახლებური განწყობით გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები. მოდი ვისარგებლოთ შემთხვევით და მთელს ტექნიკურ სამსახურს, მადლობა გადავხადოთ, რომლებიც დაუღალავად იმუშავეს ფაქტობრივად შეგულებაში არც ყოფილან. უთხრათ მადლობა ასევე რადიო იმედის დირექტორს ზურა ნაყეურს, რომელმაც პირადი ზედამხედველობა გაუწია ამ პროცესს, ასე რომ ჩვენ ახლა დავიწყეთ ეს ყველაფერი ახალ სტუდიაში და მე მათ მივეცი პირობა, რომ ჩვენ რო დავიწყეთ, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ შეგულებაში, თქო და ასეც მოხდება, მოკლედ გადავაბარეთ ერთმანეთს ეს საქმეები. ვფიქრობ სტუდია კარგი გამოგვივიდა და ამ სტუდიიდან ბევრ კარგ ამბავსაც გაგაგებინებთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო და მსვენელებო. მოკლედ გამარჯვების ამბებით დილიდან ბედნიერები ვართ, გუშინდელი დღე სპორტში იყო რა საოცრება დახუნწლული და მოდით ახლა თქვენ გითხარით პატივცემულო კორიდორი დაიწყო დაბნელებების გუშინდელი დღიდან დერეფანი ბატონო დერეფანი დაიწყო და ის გაგრძელდება დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში 2 კვირა და გითხარით ეს როგორ გავლენას იქონია. ზეგ ჩამოკარგებო ახლა ზოგიერთი უჩივის სტილიდან ამ მომბავს, იმიტომ რომ მე უკვე ველაპარაკე ადამიანებს და უჩივის რა ზოგი უგუნებოდ არის. მოდი ასე ვთქვათ, ზოგი ხასიათვალებადობას განიცდის, ზოგი რაღაც შინაგან დისკომფორტის, ეს არ ეხება ყველას, რასაკვირველია, ხო, მაგრამ უკვე შევხვდა ამ კატეგორიის ადამიანთა გარკვეული ნუსხა, ამიტომ ახლა მინდა ავხსნა რა შეა საქმე. ეს არის ის დერეფანი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით ჯერ კიდევ გაზაფხულზე, რომ ჩვენ შემოდგომაზეც გველოდება ეგრეთ წოდებული დერეფანი დაბნელებების, ანუ გუშინ იყო მთვარის დაბნელება და სავსე მთვარეობა. 21 სექტემბერში ჩვენ გველოდება უკვე მზის დაბნელება და ახალ მთვარეობა. აი ეს არის დერეფანი, ეს ორკვირიანი მონაკვეთი მათ შორის ეგრეთ წოდებული დაბნელებებისა, რომელიც ცოტა საყურადღებო და სახიფათოც არის და რატო ახლა? იმიტომ დაბნელებების დერეფანი ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სერიოზულად დაუბნელდეს ტვინი ამ პერიოდში და ემოცია და ვერ აღიქვას, მაგალითად, რატო იქცევა არაადეკვატურად, რატო ამბობს ასე, რატო გვეუბნება ერთს და აკეთებს აბსოლუტურად სხვას. თვითონაც შეიძლება ვერ ახსნას ზოგჯერ. ანუ ეს არის კოსმიური ენერგიების ზეგავლენა ადამიანებს, რაც ყველას არ ეხება, ყველა ამ ზეგავლენის ქვეშ არ მოიქცევით, რომ ეს ადამიანის უკვე ფსიქოლოგიურ, ფსიქიკურ და სხვა სახის ზეგავლენებზეა ლაპარაკი და ზოგი ამას აიტავს უფრო სწორად, ადვილად, შესაბამისად არ დაუშვებს, როგორც სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანი, ნერვული ადამიანები აქ სერიოზულ შესაბამისად დაუშვებენ და სერიოზულ კონფლიქტურ შარშიც შეიძლება გაეხვდნენ.
ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არიქა აღარ ვისუნთქოთ და შეგვეშინდეს და არა, ჩვენ სარგებლობ პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეერაღებულია. ყოველგვარი შიშის გარეშე, ცოდნის ბაზაზე დაყრდნობით უნდა ვიმოქმედოთ ეს ორი კვირა. რას ნიშნავს ეს ცოდნის ბაზა? მაქსიმალური თავდაჭერა, მოთმინება, წინდახედულობა. არავით არის ზედმეტი ბოღმა, ღვიძლი, შური და ასე შემდგომ არ გამოვიდოთ ამ ორ კვირაში, იმიტომ რომ კოსმოსი ამას არ გვაპატიებს. მერე ბუმერანგით ყველაფერი დაგვიბრუნდება ძალიან ცუდად. მithumetas თევზების ზოდიაქოს ნიშანში იყო ეს დაბნელება და თევზების მოხსენებად ეს არის რწმენის ნიშანი. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ხდება აქ. ჩემო კარგებო, კონკრეტულად დღეს მაგალითად პლანეტა სატურნი და პლანეტა ნეპტუნი უერთდებიან ისეთ მძიმე ვარსკვლავთა ენერგიებს, როგორც არის შეაბი და ასევე დენები. ეს ორი ვარსკვლავი არის უარყოფით ენერგიის მატარებელი, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში დამატებით ექნება გამოცდა თითოეულ ჩვენთაგანის რწმენას. ანუ აქ იქნება მათ შორის ეკოლოგიური, ტექნოგენური შეიძლება ხანძრების, წყალდიდობების, სხვა კატასტროფების ტენდენცია მომატებული, მაგრამ მთავარი არის რწმენის ნაკლებობის პრობლემა. ადამიანი შეიძლება ის, რომელსაც არ აქვს სათანადო რწმენა, რომელსაც არ იცის სწორი ლოცვა და არ ატარებს ამას და არ მიდის სიკეთის და სიყვარულის გზით, მას შეიძლება შეექმნას გაცილებით მეტი სირთულეები და მეტი პრობლემები და ძალიან ადვილად აყვეს სხვადასხვა სახის ცუნებებს. უახლოესი 6 თვის განმავლობაში. ამიტომ ეს პერიოდი ჩვენ გვაქვს წინ, მაგრამ ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ მაინც სამყარომ განგებამ დაგვიდო გარკვეულწილად და რაში გამოიხატება ეს. დაბნელებების დერეფანი ეხლა ამავდროულად რომ ყოფილიყო დაკავშირებული დედამიწის უარყოფით ენერგო ველთან, კაცილებით მძიმე წარმართებოდა, კაცილებით, მაგრამ დაგვინდო იმ კუთხით, რომ დედამიწა პირიქით დღეიდან შედის დადებით ენერგო ველში. ზუსტად ამ დაბნელების პერიოდში სადღაც 20-მდე, მაინც 18-19 რიცხვამდე მაინც იქნება სულ პოზიტიური ენერგო ველში. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. პოზიტიური ენერგო ველი როცა აქ დედამიწას ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უფრო მეტად აკონტროლებს საკუთარ ემოციებს, საკუთარ მოქმედებებს, საკუთარ სიტყვებს, აქ უნარი ნაკლები შეცდომები დაუშვას და დაბნელების პერიოდი მეტნაკლებად დანაკარგოდ გამლოს. მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე ბაგრო ყოფილიყო უარყოფითი ენერგო ველი, დანაკარგების კომპლექტები იქნებოდა 1-2 მეტი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ესე იგი ორკვირიანი ეს მონაკვეთი, რომელიც ამის დამიხედვად ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას, წინდახედულობას, მოთმინებას ერთმანეთის მიმართ. ტრანსპორტთან მეტი სიფრთხილე. ალკოჰოლის სასმელები, ნარკოტიკული ნივთები ძალიან ფრთხილად ყოველივე ამასთან. აი ეს ტენდენციები არის ზოგადი, რომელიც ჩვენა გველოდება ამ კვირის განმავლობაში, ამიტომ ყველა ნიშანს ეხება, ეს არ არის გამორჩეული ერთისთვის და მეორესთვის არა, ყველა ნიშანს ეხება, უბრალოდ იმასაც ვიმეორებ, რომ ვისაც აქვს ძლიერი ნერვული სისტემა, ნების ყოფა, ის შედარებით ადვილად იტანს, ნაკლებ შეცდომებს უშვებს. ვინც უფრო ეგზალტირებულია, ემოციას აყოლილი, ახლა მთვარე რას ნიშნავს? აი მთვარე, ჩვენ გვქონდა მთვარის დაბნელება, ხო? მთვარე ნიშნავს ემოციას, მთვარე ნიშნავს ოჯახს, მთვარე ნიშნავს ტრადიციებს. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ეხლა ზოგიერთი გაილაშქრებს ტრადიციების საწინააღმდეგოდ. ზოგიერთი პირიქით იქნება მისი დამცველი, ხო? ანუ ესეც ამასთან იქნება დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორ კვირაში დავიცვათ ოჯახური ტრადიციები, გავერკვეთ საგვარეულო ფესვებში, მის ტრადიციებში, მნიშვნელობაში, ანუ სამშობლოა მთვარე. სამშობლოს ისტორიულ ეთნოგრაფიულ პრინციპებში ჩაიხედოთ, შემოკარგებო. იმდენ ამის გაიგებთ საინტერესოს, რომ მე მაგალითად აი რაც კი დაგვრჩა, კიდე ბევრი რამ დაკარგული გვაქვს ეთნოგრაფიიდან და ისტორიული ელემენტებიდან, მაგრამ რაც დაგვრჩა, გაგაკვირვებთ, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ისეთი საოცარი წინაპრები ყავდა, ისეთ საოცრებებს აკეთებდნენ, რომ ეს არ ვიცი რა. აქ როცა ჩამოვიდა ეს ჯერ კიდევ 80-იანი წლები იყო ტოიო კობაიაში, თაიძის სვანის და ციგონის დიდი ოსტატი და რომ ნახა ქართული ცეკვები განაცხადა, რომ მთელი ციგუნი თქვენს ცეკვებშია. და შემდგარ რა გინდა თუ რას ელოდებით? მიხვდით და ჩვენ აფერი არ ვიცით ამ შესახებ. მე დარჩა აგვიხსნა თითოეული მოძრაობა მამაკაცის გალის, რა ენერგიებს ხსნის, რა ეხურება ამ დროს და საერთოდ რა კეთდება მათ შორის ორგანიზმის გაჯანსაღების კუთხით. ანუ რა მიმართულებით ხდება შემთხვევით არაფერი არის საქართველოში. ადრე მაგალითად როცა ბრძოლები იყო, ხო? რა ხდებოდა ბრძოლის მერე დაჭრილებს ესე დააწვენდნენ, შეიკრებოდა ოვალური წრე და დაგუგუნდებოდა კარგი საგალობელი. და რა ხდებოდა? მომენტალურად სისხლი ჩერდებოდა და მომენტალურად ესე იგი პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო ჭრილობასთან, ძალიან მალე ხორცდებოდა. აი ეს და ამდენ ისეთ რაღაცებს აიკითხავთ, რაც ქართველებმა ვიცოდით და ნელ-ნელა დავკარგეთ სამწუხაროდ და ახლა შეიძლება კიდე ამ საუბერია. ამიტომ ეს არის პერიოდი, რომელიც გვეუბნება უახლოეს 6 თვე შემდეგ თვარის დაბნელებამდე.
მაქსიმალურად ჩაიხედეთ სამშობლოს და საგვარეულოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სიღრმეებში. არა იმიტომ, რომ ეს ესეა მიღებული, არა. რატო ამიღებული? ყველაფერს თავისი აზრი აქვს. და მაშინ ნახეთ, რამდენად უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს და რა დაცვას მიიღებთ მერე უკვე ზედაწალებისგან. ამინდის ცვლილებებით სახეზეა, ხო? ხო, ნუ დავისთავად ეხა ეს რომ ტრადიციულად მოდიოდის სამსახურში დილით მივხვდი რომ ცოტა შემცივდა. კი, შემდეგ რაც გადავიდა. და უდავოდ და ნუ დაბნელებების დროს იცის ამიდმა შეცვლა. უდავოდ მათ შორის ზღვაზე შეიძლება ეხა წარმოექმნა შტორმული სიტუაცია. მით უმეტეს ჩვენ აღვნიშნეთ რომ აი ნეპტუნია მართველი, ანუ წყლის სტიქიის მართველი იყო დაბნელებებისა, გუშინდელი და ნაწილობრივ დღევანდელისა და ამიტომ შეიძლება წყალთან დაკავშირებულმა ხიფათებმაც ეჩინონ თავი. თუმე ყველას თხოვ, დღესაც იქნება ალბათ წვიმა და შემდგომის ტრანსპორტთან არის და უწევს ამ რთულ პირობებში, ასე ვთქვათ, ტრანსპორტის მართვა ცოტა მეტი სიფრთხილე ყურადღება ნაკლები სიჩქარე. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, რა გააჩერებს ვერც ნაკლები სიჩქარე, რო უთხრა ვერც ეს სართული ამბავია, მესმის, მაგრამ ვერძებო, მაინც გახსოვდეთ ერთი რამ. რომ თქვენ ეხლა გაქვთ მაინც რთული პერიოდი იმ კუთხით, რომ ენერგოტონუსი ცოტა დაბალია. ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ ამდგრადია. მართალია თუ თქვენ დაისვენეთ აგვისტოში, მაშინ რასკოლა ეხლა უფრო მეტი გაქვთ შანსი, რომ ადვილად გაიაროთ ეს ცოტა რთული პერიოდი, იმიტომ რომ ჯანი მაინც გექნებათ საკმარისი. მაგრამ თუ არ დაგისვენია და აქ მუშაობდით და ახლაც აგზალებთ მუშაობას, აი ასეთ ვერძებს განსაკუთრებული სიფრთხილე. რატო? იმიტომ რომ ემოციური, აგრესიული გაღიზიანება მაღალია. ამიტომ არავითარ კონფლიქტში არ შევიდეთ. სამაგიეროდ ეს კვირა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ზოგიერთი საკითხი მოაწესრიგოთ, ზოგიერთი პრობლემა გადავწყვიტოთ. აგაქვთ საშუალება, რომ ჯანმრთელობაც კი გაუმჯობესოთ, შესაბამისი მათ შორის სამკურნალო თერაპიის მეშვეობით, ოღონდ ექიმებთან თუ გექნებათ ახლა ურთიერთობა, დაახლოებით 20 სექტემბრამდე იღავით მაინც ყურადღება. შეიძლება არასწორი დიაგნოზი დაისვას და დიაგნოზი აუცილებლად გადაამოწმეთ, რომ ამდაგვარი საექიმო შეცდომის წინაშე არ აღმოჩნდეთ. აუცილებლობას ეს არ წარმოადგენს, მაგრამ ტენდენცია ამისი ალბათობა მაღალია და ეს გავითვალისწინოთ. ეხლა სხვა მხრივ პერიოდი კარგია კომუნიკაციისთვის, საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, სწავლისთვის, განათლების სფეროს გასავითარებლად და ასე შემდგომ. ამიტომ შანსები, პერსპექტივები თქვენ გაქვთ და მოემზადეთ ნელ-ნელა უკვე სადღაც 20 რიცხვის მერე დაგეწყებათ ძალიან კარგი პერიოდი. ამიტომ ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი დრო, რომ თქვენ დაამყაროთ სათავადო კონტაქტები, მიიღოთ სათავადო ინფორმაცია და მოამზადოთ ის არეალი მოქმედებისა, რომელიც უკვე 20 რიცხვის შემდეგ მოგცემთ ფრთების გაშლის საშუალებას. ეხლა რაც შეეხება კუროს. კურო ქარიზმატულია, კრეატიულია, აქტიურია, ენერგიული, ინიციატივიანი და უდგას სიყვარულის დრო. მოდი ასე ვთქვათ. საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის. გინდათ ახალგაზრდა თაობა იყოს, რომელიც რომანტიკულ ურთიერთობებში ადვილად გადავა, ეხლა გინდა ძველი თაობა, რომელიც არსებულ ურთიერთობებს კიდევ მეტად გაალამაზებს და გაუმჯობესებს. შვილებთან ურთიერთობა ძალიან კარგია, ეხლა იმიტომ რომ ურთიერთგაგება უმაღლეს დონეზეა. პლუს ამ შვილებმა შეიძლება სასიამოვნოდ გადაგვირგვონ კიდეც თავისი წარმატებები და თავისი საინტერესო იდეებით. ამასთან ერთად, აი მაგალითად იღბლიანობა მაღალია გამნიშანს, ამიტომ გაქვთ საშუალება რაღაც კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მიღება. აუცილებლად ცადეთ, წარმატების შანსი გაქვთ მაღალი სხვა ნიშნებთან შედარებით. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, როგორც ორგანიზატორი იქნება გადასარევი. ამიტომ რაც უფრო მეტად ეს ნიშანი იქნება ახლა უშიშარი, აქტიური, ენერგიული ინიციატივა აიღებს საკუთარ თავზე და პასუხისმგებლობას გამოავლენს, მით უმეტად იქნება წარმატებული. უნდა ფინანსური კუთხით, უნდა პროფესიონალური კუთხით, მას აქვს საშუალება, რომ საგრძნობლად გაზარდოს ავტორიტეტის საზოგადოებაში და სხვა შორის ეს ნიშანია, რომელიც მოდი ასე ვთქვათ, ესე ადვილად არაფერს არ გასცემს, მათ შორის ფინანსური კუთხით. თუ კარგად არ გაიაზრა. ეხლა შეგიძლიათ რაც გინდა თხოვოთ. კეთილშობილია, ძალიან დადებითად განწყობილია და ყველაფერზე ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით წამსვლელია, რომ ფინანსური კუთხით შეიძლება სერიოზულად დაიხარჯოს სასიკეთო საქმეებზე პირველ რიგში. ტყუპებს რაც შეეხება, პირველი ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა ჯერ არ ამგრადია, ამიტომ ტყუპებო არ გადაიღალოთ, მაგრამ დაიღალით. დაღლა აუცილებელია თქვენთვის, მაგრამ გადაღლა არა. აი განსხვავება დავიჭიროთ, ხო? გადაღლის შემთხვევაში თქვენში ჩნდება ნევროზი, სულსტრაფობა, რის გამოც შეცდომებს უშვებთ. დაღლის შემთხვევაში პრობლემა ესეთი არ არის. რატო? რამბობ ამას? იმიტომ რომ ახლა საუკეთესო დრო გაქვთ იმისთვის, რომ მოაწესრიგოთ საკუთარ საკითხები, აი დაუშვათ სახლში, ოჯახში რაღაც არის პრობლემა, გადასაწყვეტი. აი ახლა შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადასაწყვეტ. კოსმეტიკური რემონტიც კი ჩაატაროთ და მოიწყოთ ლამაზი გარემო. გაუმჯობესოთ ურთიერთობა ახლობლებთან, ნათესავებთან, მათგან თანადგომაც მიიღოთ. ეს არის პერიოდი საუკეთესო, მაგალითად თუ
იმოგზაურებთ სამშობლოში. ძალიან ბევრ ამის აღმოაჩენ, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობ და ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, სადაც თქვენ შეიძლება დაებოოთ ისეთი პარტნიორული თანამშრომლობა, რომელიც შემდგომ იქნება თქვენთვის სასიკეთო. საინტერესო იდეები მოვა, რომლის განხორციელება უკვე დაიწყება 20 სექტემბრის შემდგომ გაცილებით მეტი ეფექტურობით. Просто მოდი ეს ვთქვათ 22 სექტემბრის შემდგომ, იმიტომ რომ 21-ში ჩვენ გვაქვს მზის დაბნელება, ისიც გადავიაროთ და ამის მერე დავსახოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელება. რაც შეეხება კირჩხიბებო, ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ თუ თქვენ გუშინ ნაწილობრივ გუშინ წინ, ნაწილობრივ დღეს გზნობთ, რომ რაღაც დისკომფორტი გაქვთ, თქვენას იცით რასთანაც დაკავშირებით, იმიტომ რომ თვარი არის მთავარი მმართველი კირჩხიბის. სწორედ თვარის დაბნელების დღე იყო გუშინ და ნაწილობრივ მოქმედებს დღევანდელ დღესაც. ამიტომ უკვე სადღაც ხვალიდან თქვენ ამ ზეწოლისგან რაღაც ქვეცნობიერი ზეწოლა, ენერგიების საემოციური შეიძლება იყოს თქვენში რაღაცა უკმაოფილება, რაღაც ხასიათვალება, აი ეს თუ იქნა შვიდად გაატარეთ. არავის არ ეჩხუბოთ, საქმეები არ გაარჩიოთ. ეს არის თქვენთვის მთავარი საგამოცდო ამ ხრივ დღე და უკვე ხვალიდან თქვენ იგრძნობთ, რომ აი ეს ყველაფერი გეხსნება შინაგანი დაძაბულობა, დისკომფორტი და გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს. მაგრამ პერიოდი რომ ძალიან კონტაქტურია, ეს უნდა იცოდეთ. რაც შეიძლება მეტი უახლოეს დღეებში, კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, მიიღებთ საინტერესო ინფორმაცია, სწავლისთვის საუკეთესო დროა მგზავრობა, მოგზაურობის კუთხითაც კი მშვენიერი პერიოდია უკვე ხვალიდან. პლუს ამას მეზობლები, მეგობრები, ახლობლები, ყველა თქვენს მხარეს არის და ყველა გეხმარებათ ახლა მაქსიმალურად. ამიტომ მაქსიმალური კონტაქტების დროა, შეხვედრების და მოლაპარაკებების სახში ნუ ჩაჯდებით. ამის უფლება ახლა არ გაქვთ, იმიტომ რომ შანსები აქედან გაჩნდება საინტერესო პერსპექტივები, საინტერესო ზემოდებები და საინტერესო ცხოვრებისეული შანსები. ეს არის თქვენი შემდგომი წარმატების მთავარი ფაქტორა. ცოდნის მიღება, შეიძლება გადაცემაც კი, სადაც ეს საჭიროა. რაც შეეხება ლომს, ლომებო, მთავარი თქვენი პრობლემა აქ არის რა? საზოგადოებრივ ფინანსებთან თუ გაქვთ რაიმე ურთიერთობა. აქ ეყავით ფრთხილად. შეიძლება მოხდეს რაღაც უსიამოვნება, ამიტომ ამ კუთხით ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ სხვა მხრივ პერიოდი არ არის ცუდი. ანუ თქვენ გაქვთ პირველი, ესე იგი საზოგადოებრივ ფინანსებთან თუ გაქვთ საქმე, ძალიან აკონტროლეთ აქ. თქვენი მდგომარეობა და რაღაც პრობლემა არ შეიქმნას და მეორე ჯანმრთელობა. ჯერ ნუ გადაიღლებთ. აქ ტონუსი მაინც ცოტა დაბალი გაქვთ. თუ გაქვთ საშუალება დაისვენოთ ამ პერიოდში იდეალურია. თუ არა და იმოქმედეთ, იმუშავეთ, მით უმეტეს თქვენ გაქვთ საშუალება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები აგვისტოში ნამუშევრიდან. აგვისტოში დაუშვათ შეიძლება კონდეს საინტერესო პროექტები. ახლა მიიღებ დიდი რაოდენობით აქედან დივიდენდებს. რაც აუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას, ეს კი ხელს სკობს თქვენი იდეების რეალიზაციას, ახალი ინვესტიციების განხორციელებას, საინტერესო ადამიანების მოძიებას და ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობასაც კი. ამიტომ მთლიანობაში კარგი კვირა, ოღონდ მეორე საზოგადოებრივ ფინანსებთან ვიყოთ ფრთხილად და ძალიან უკადაგებლებით. აი ეს ორი მომენტი გავითვალისწინოთ. მთავარი ვინ არის წარმატების ფაქტორი? ქალწული. ქალწულებო, ეხლა გაჩერების უფლება არ გაქვთ. მზე გადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანს და ეს წელიწადში ერთხელ ხდება. ეხლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით, ამიტომ არ გაჩერდეთ. მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, იმოძრავეთ, იმოგზაურეთ, რაც შეიძლება მეტი ახალი პროექტები, იდეები, ისაც თქვენ გიყვართ ყოველდღიური რუტინა, ამას ეხლა თავი დაანებეთ. ამის დრო მოვა, კიდევ ბევრი გექნებათ ასეთი. ეხლა მთავარია რა? რაც შეიძლება მეტი საქმე, მოძრაობა, კონტაქტები, შეხვედრები, სწავლა, განათლება, თუ გინდათ, უცხოელებთან კონტაქტებიც იქნება ძალიან სასიკეთო. ანუ თქვენ უნდა იყოთ ნამდვილი ლიდერი, ხელმძღვანელი არ შეგეშინეთ საუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა. ყველაფერს გააკეთებთ, იღბალის თქვენს მხარეს არის, მიზიდულობაც მაღალი გაქვთ და შარმი, კრეატიულობასთან ერთად, რაც თქვენს პოპულარობას ერთიორად გაზრდის. ამიტომ ნუ იქნებით ყოველთვის მეორენი, თქვენ ყოველთვის მეორენი ხართ, ხო? ტრადიციულად ხართ კარგი შემსრულებლები, ეს ვიცით. ეხლა არა, სამყარო ითხოვს თქვენგან ლიდერული ორგანიზებული ცნებების წარმოჩენას. აი თქვენი წარმატების ფორმულა. რაც შეეხება სასტორს, აქ ცოტა პირიქით არის. სასტორს აქ დაბადების წინა პერიოდი. ანუ ენერგოტონუსი დაბალი, ემოციური გაღიზიანება მაღალი, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები ცოტა მეტად მოქმედებენ. თქვენზე, ამიტომ ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ჯერ გრანდიოზულ საქმეებში ნუ ჩაერთვებით, ამით რომ მოვა ძალიან მალე 20 რიცხვის მერე, როცა უკვე მზე მიუახლოვდება სასტორი ზოდიაქოს და მერე უკვე 22-დან და მთელი ოქტომბერი თქვენია. ამიტომ ეხლა მოემზადეთ, საინტერესო ადამიანები გაიცანით, საინტერესო კონტაქტებში შედით, დაუშვათ მოლაპარაკება აწარმოეთ. ანუ ეს არის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც უნდა იყოს თან გასაიდუმლოებული, თან გადაღლის გარეშე. აი ხო თუ გაქვს საშუალება დასვენებისა, იდეალურია. მოსამზადებელი სამუშაო გადასარევია. უკვე 22-ის მერე თქვენ გეწყებათ ვარსკვლავური ერთ-ერთ საუკეთესო დრო წლის განმავლობაში.
მორიელს ბევრი რამ გამოუვა, აქტიური, ენერგიულია, მებრძოლია, ინიციატივიანია, ინტუიციური, ამიტომ ფინანსური კუთხითაც გამჯობესებს პერსპექტივებს, პროფესიონალური განვითარების კარგი შესაძლებლობები აქვს, რეფორმატორია, ნოვატორია, ახალი საქმე, ახალი იდეა, ახალი პროექტი, ახალი მიმართულება, აი თქვენი ახლანდელი მოქმედების არეალი, რაც წარმატების მომტანია, შეიძლება ახალი მეგობრული წრე შეიქმნას, ძველი ურთიერთობებიდან მეგობრები მაქსიმალურ დახმარებას გაგიწევენ. ანუ ძალიან საინტერესო ქარიზმატულია ეს ნიშანი, მაგრამ რას უნდა მიაქციოს ყურადღება თქვენს დურს უკან? ვიღაც არის ახლობელი, ან შეიძლება იყოს დაუშვათ ვაი მეგობარიც, რომელიც რაღაც ხლარტავს, რაღაც ჭორებს ინტრიგებს თქვენს საწინააღმდეგოდ. აკონტროლეთ, გამოამზეურეთ, რათა მისმა მოქმედებებმა არ დასცეს მერე თქვენი ავტორიტეტი და ხელი არ შეუშალოს თქვენ საერთო ჯამში წინსვლას ამ პერიოდში. მშვილდოსნებისთვის პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი საქმიანი კუთხით. მათ შორის შეიძლება მიიღოს საინტერესო წინადადება პროფესიონალური განვითარების კარიერული წინსვლის კუთხით. და საერთოდ კარიერას ახლა მიაქციოს მაქსიმალური ყურადღება, იმიტომ რომ აქ აქვს ძალიან კარგი პერსპექტივების შესაძლებლობები, თუმცა ერგოტონუსი ცოტა დაბალი აქვს. ამიტომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. ნუ გადაიღლება, დაიღალოს, ოღონდ გადაღლის გარეშე. რაც მეტად იქნება ახლა მშვილდოსანი ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, მეტად იმარჯვებს ყველგან და ყველაფერში. თუმცა 22 სექტემბრის მერე კიდევ უფრო უკეთესი პერიოდი დაიწყება მის ცხოვრებაში. რაც შეეხება თხის კასთვის კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტი, ოღონდ ყურადღება, თუ თქვენი ტრანსპორტი ხარ წასული ტრანსპორტით, აი ტრანსპორტმა შეიძლება პრობლემები შეექმნას უცხოეთში, ან ტექნიკური კუთხით, ან რაღაც სხვა მიზეზით შეიძლება იყოს. აი ეს არის ერთ-ერთი თქვენი აქ პრობლემა, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელობა მდგრადია, ემოციური სტაბილურობა მაღალია, პერიოდი ხელს უწყობს თქვენს კრეატიულობას, აქტიურ მოქმედებას, კომუნიკაციას, ოპტიმიზმის ზრდას, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია, თქვენ გაძლევათ საშუალება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, ჩამოყალიბოთ პარტნიორული თანამშრომლობა, აქ მეგობრებიც გეხმარებიან, კოლეგების თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ბევრ არაერთ საინტერესო პრობლემას გადაწყვიტავთ და ძალიან საინტერესო ახალ პროექტებში ჩაერთვებით. ამიტომ მთლიანობაში პერიოდი კარგია, მათ შორის ვიმეორებ უცხოელებთან კონტაქტების კუთხითაც, მაგრამ თუ უცხოეთში თქვენი მანქანით ან ტრანსპორტით მოგზაურობთ, აქ ეღავით ცოტა ფრთხილად. იმიტომ აქ ტრამვაურული ტენდენციების ალბათობა და ტექნიკური პრობლემების ტენდენცია მაღალია. მერწყულს რა გამოარჩევს ახლა ამ კვირაში? ინტუიცია. ძალიან ძლიერი ინტუიცია, და ეს ინტუიცია ხმარება რაში? რთული პრობლემების შედარებით ადვილად გადაზღუდვაში. ამიტომ დაუჯერეთ, ეხა რა რჩევას მოგცემთ მერწყული, იქნება ყველა სწორი, იმიტომ რომ თვითონ ძალიან კარგად წვითავს ნებისმიერ პრობლემას. ამ დროს ერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა ჯერ არ მდგრადია. ამიტომ ან დაისვენეთ ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და მერწყულებო მეტი დრო დაუთმეთ აი საჭიროებო საკითხების მოგვარებას. რატო? აი ზუსტად ინტუიციის გამო, იმიტომ რომ ინტუიციად არ ნახავთ. აი პრობლემაა, წინა პერიოდში ვერ წვითავდით, აი ახლა ზუსტად ინტუიცია გეუბნებით, როგორ აუაროთ გვერდი ამ პრობლემას, ან როგორ გადაწყვიტოთ ისე, რომ თქვენთვის იყოს ეს წარმატებული და მომგებიანი. აი ამას დაუთმეთ მაქსიმალური დრო ყურადღება და კიდევ ამშვათ ისიც, რომ ეს ის პერიოდი არ მსვლელობისას, მეტი შესაძლებლობები გექნებათ იმ შემთხვევაში, თუ ენას კბილს დააჯერთ, საიდუმლოს დაიცავთ და არ გათქვავთ ინფორმაციას თქვენი გეგმების და მოქმედებების შესახებ. და რაც შეეხება თევზებს, თევზებო ერთ-ერთი საუკეთესო დროა ქორწინებისათვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მათ შორის გინდათ ბიზნეს საქმიანი, გინდათ სასიყვარულო კონტაქტებისთვის. შემოქმედებით ინჩის დონარის გამოსწავლით ეს ნიშანი ხდება ზესამართლიანი,ძლიერად ინტუიციური. ოღონდ დღეს მაინც რადგან თევზების ზოდიაქოში იყო ეს მომენტი, ასე ვთქვათ, დაბნელებისა, ცოტა თვიგზენით პატარა ხასიათცვალებადობა, ეს მალე გაგივლით. ხვალიდან უკვე სხვანაირები გახდებით, ამიტომ ვიდეოების რეალიზაცია, პროფესიონალური წინსვლა, სასიყვარულო კონტაქტები, ქორწინება, სხვა სახის სიახლეების და წარმატებების დრო გაქვთ ამ კვირის განმავლობაში. მე გისურვებთ ყველას წარმატებას, ყოველივე კარგს, ჩვენს სარგებლო პრინციპით, ვის გაფრთხილებულია, ის შეარაღებულია. კიდევ ერთხელ ვლოცავ რადიო ემედის ყველა, ასე ვთქვათ, წარმოადგენელს ამ მშვენიერ სტუდიას, განახლებას და ისეთი განახლებული რადიო ემედის ეთერში კიდევ ერთი უბრალოდ სასიავნო ინფორმაცია მომეწოდებინოს თქვენთვის. დიდი მადლობა, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ეს უკვე ვიცით, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინფორმაციას ჩვენი მაყურებელი და მსმენელი გამოიყენებს, არაჩვეულებრივი ხედი გვეშლება. კი ბატონო, ან მთელი თბილისი ფაქტობრივად ხელის გულზე ჩანს. ამ შემთხვევაში მთელი საქართველოს მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, დროებით დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ როგორც ყოველ ორშაბათს, მომდევნო ორშაბათსაც ტრადიციულად 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ეთერში გავა მიხეილ საკარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი.